ჩვენ დღეს გვაქვს სახალხო ჩაწერა და მე ვთხოვე ბიჭებს რომ თითველები არა, მაგრამ ისე მოვიდნენ რომ მე რაღაცა უნდა მივცე, რაც უნდა ჩავიცვათ და ჩავიცვათ? ჩავიცვათ. ეს არის შენი. ვაუ. თქვენ უნდა ჩავიცვათ. ჩავიცვა? არა, მოიცა კიდე რაღაცები მაქვს ჩემ ჩანტაში. მე უბრალოდ ძალიან მიყვარს. კანისფერი რო არის და შენ სხვა გაგ? ჰა? შენ სხვა რამე გაგ მაჩვენე? ბიჭო, ხო? შენ კიდე აქ გადაწყავს. ანუ თავისთვის რაღაც ძალიან კლასიკა ხო? რაღაც Home Alone-ის ესთეტიკაში. რომ ამათ ეთქვათ მე რომ ვაუ, ვანესტასის ამაგარი რაღაც ეცვა. ყველა კი არ არის ჩვენი საყვარელი წამყვანი ამაში გადაცემაში. აი ის იმათ რა ეცვათ, აი მორყლეს და იმათ რაღაც ტიპს ერთს რაღაც ძუძუ არ ვიცი, ბეწვიანი ტანი. ანუ მე რა მახატია ვერ ხედავ, ბეწვები არის ეს? არა, ეს შენ ძუძუები. აი, შენ თითველი ხარ და ძუძუსთავებზე გაქვს სათამაშოები. როგორც გაქვს ხოლმე ისედაც. არა, კიდე სხვა ოპციებიც იყო. ანუ იყო მაგალითად ირემი სექსი რო აქვთ მაგალითად იმაზე აქ უნდა დახატული ხო. შემამჩნია რომ ძალიან ბევრი კომენტარი იყო შენ თმაზე. და მაგიტომ ვიპოვე რაღაცა რაც არის თითქმის როგორც შენი თმა, ოღონდ ცოტა სხვანაირად. ან დარწმუნებული ხარ რომ მე მჭირდება ეს სამსცენაზე? ზუსტად მაგიტომ ირაკლის მე მაქვს მე ტრამპი. ყველა გვაქვს უცნაური ოცნებები და ჩემი იყო რომ განახო თქვენ შენიც ამოიღება? შენ ფერისის გაქო რაღაც. არა და დედოფლის გაყინული ცრემლი მაქვს. არა, სხვა მეტი არაფერი ჩემთვის არ მაქვს. და კიდე მაქვს ჩვეულებრივად უბრალოდ საჩუქარი შენთვის ირეკლი, იმიტომ რომ წინა ჩაწერაზე შენ ქონდა შენ იპოვე პინგ-პონგის ბურთი და ვიყავი მეორადების მაღაზიაში მან ვიპოვე პინგ-პონგ ჩემპიონატის ტროფეი. და მგონი რომ შენ აუცილებლად ჭირდება ეგ ბურთის ამოსაღებად. და მადლობა ხალხო. ეს ჯილდო მინდა მიუძღვნა. არ მინდა რომ შემშობლებს მიუძღვნა ეს. ვიცი თბილისის მერიას რა შევწირო. ანასტასია, ჩვენ შენთვის არ გვაქვს საჩუქარი. ვიცი, არა უშის. მარა ხალხს უყვარხარ. ხო. თავარი ხალხის სიყვარულია. თავარი საჩუქარი ის 150 ხედი გაუშვი ჩემს. არ ვარ დაწმუნებული რომ ეს არის უკან მხარეს. რა? მეც არ მგონია რომ ებრაელი უნდა ყოფილიყო. ჩემი გამჭირვებია რა. აი ახლა ისე გრძნობ თავს რომ აი სიზმარი პლუს 40 რო არის დაახლოებით. რა არის? სიზმარი როცა სიცხე გაქვს პლუს 40. ანუ შენი შექმნილია ეს ყველაფერი. შენს ანუ იცი რა? ეს წარმოსახვაში ვცხოვრობ. ვიზიტორები ვართ შენს. ანუ მე როდის დამინახავდი ესეც. ანუ შენ გამოიხურვი როგორც მაკდონალდსის თანამშრომელი. შენ ბოლოს მაკდონალდსში რო იყავი ესეთი თანამშრომელი. რა მოგარჩვათ?
ჩიზის პატარა რატო? სტანდარტული მენიუ აიღე.ონისერას კამრების გამყიდველს გავს. არა, კამრების მხრეტავს. შენ ძალიან კარგად გამოიყურებ ეს. მადლობა. არ შეიტანიო ქვეშ. როგორ არა? არა, ესე გიხდება. ესე კაია. თითქოს ვიღაცის სკალპი გახურავს და. ოკეი, ნუ სხვათა შორის მაქვს წინდები, რომელიც Secret Santa მაჩუკა. სად ითამაშე Secret Santa? უნივერსიტეტში? დიახ. შენ რა აჩუქე? სხვათა შორის შენ იცნობ ჩემ ვინც ჩუქნი. არ მეინტერესებს. არა. ხო, არ მითხრა. არა, შენ იცნობ ამ ადამიანს. ვიცი, არ კარგია რომ ვიცნობ, მაგრამ არა, და ამ გოგოს მოსწონს მოგზაურობა, მაგიტომ მე ვაჩუქე მას ხელების გატბობა. კი. ხელების გატბობა. გატბობა. ხო, გამოტმატ. ანუ იყოს ხელების გამატბობელი. ანუ ხელებს ატბობს. რაღაც ანუ ოღონდ USB-T უნდა ეს რა ქვია. მიხვდი ვიზია საუბარი თუ რატო? იმას სულ ცივი ხელები რო აქვს. არა, მეორე რამე ეს. პენიანი გამათბობელი. ანუ ხელთათმანი რო აჩუქო უბრალოდ არა? არა, იმიტომ რომ სხვათა შორის შენთვისაც მინდოდა ვაჩუქო ეს ზუსტად ეს რაღაცა, მაგრამ ანუ გამათბობელი ხელის. გამათბობელი, ხო? მე რაში მჭირდება? მე არ მაქვს ცივი. ხო, მაგრამ აქციაზე რო დავდივარ, მე რო ბევრი საათი რო დგახარ. ჯიბეში ვიყობ. მოკლედ, მეორე კიდე ვიყიდე არის ბოთლი, რომელიც არის ბევრ ადგილს არის კავება. უბრალოდ ძალიან პატარა ბოთლია ჩქე? არა, ერთკლუბიანი. ერთი შოთი ბოთლი. და მესამე არის ელექტროსანტებელა, რომელიც აქვს კიდე ბილიკი. ანუ ძალიან ის შუკი მოკლედ. ბილიკი აქვს? What? ბილიკი აქვს? ეგრე არ ქვია? სად მიდის ეგ ბილიკი? სადღაც. რბილიკი? რბილიკი აქვს. არა, მე ვცდილობ გავიგო ზოგადად ბილიკი რა შუაშია ამბობ. ელექტრო რა აჩუქე? სანთებელა, რომელსაც აქვს ბილიკი. ელექტროსანთებელა, რომელსაც მოყვება სარბენი ბილიკი? რომელიც რო დააბალანსო მოწევა? ანუ ოღონდ რო დარბიხარ მაშინ ითება რა? ჯიბეში ითება თავისი. და ბილიკი გაგვისობას. რაღაც. ანუ იცით როგორ არის ახლა მართლა არ მესმის. რაც მეკითხე. შენ თქვი სანტებელა ვაჩუქეო, რომელსაც ქონდა ბილიკიო. ანუ ბილიკზე იპოვე ის სანტები. ბილიკი არის რა არის? ოკეი. გეტყვი. ეს გავყიდომა დააბო. სათო, თავისი ბილიკია. ბილიკი იცი რა არის? წაიღე. 700 ლარი შენს. შრალხიზე. არა. მაგის კალპია მაგ ტიპის. ერე მივიდა და ახადა. არ ქონდა ბილიკი. გოზდა. What the fuck is ბილიკი? What the fuck is that machine?
არ ვიცი, просто ანუ არ ვიცი რა მოწყობილობაზე ლაპარაკი. ანუ like a torch. ანუ რაღაც რაიტებს. რო ბილიკზე გაგინათოს გზა ალბათ მაგას. შეიძლება. ოკეი, გეტყვი რატო? მოკლედ მე Gemini-ს. შარა გზა. Gemini-ს ვთხოვე. რომ დამწეროს, რადგან მე ძლივს ლაპარაკობ ქართულად, რომ დამწეროს ქართულად. Gemini, ну როგორც ChatGPT, ოღონდ Google-ის. უი ხო. რატო ვიფიქრე რომ მეგობარს თხოვდი? ხო მე არ მყავს არავინ ისე ვინც შეიძლება ვთხოვო. და გზაში არ დაგღალოს წყურვილმა. არა, მცვერვალებს მიაღწია მაღლა. ოკეი. ამ საჩუქრით იარე ბევრი მცვერვალებს მიაღწია მაღლა. შენი პაროლი სანტა. ანუ იმენა სუსში სეკრეტ სანტას ეგრე თამაშობენ. შენი იდუმალი სანტა. საიდუმლო სანტა? თუ როგორ რა სეკრეტ სანტა უბრალოდ გონი. ნუ მე ვწtildeობ რომ ყველაფერი ქართულად რო ვთქვა და მაგითო. ფარული სანტა მართა ისე ჟღერს რომ სექს ტეიპი აქვს შენი და კაი საჩქართო არ აჩუქებ გაგიბაზრებს. ფარული სანტა. ფარული კამერა ხო არის? მერე პირველად მოხდა ვიზუალიზაცია ფიქრის პროცესის. არაფერი, უბრალოდ მივხვდი რატო შეიძლება რომ ეს არის ხოს მთლად კარგი სიტყვა Secret Santa-თვის. ვარ დაგვიწყო გადაცემა. დავიწყოთ მეგობრებო, ერთ ტაშ დავკარით. მოკარით. ხელი რო აიწიოთ ვიზგინათ ამოსვლა ამ საგიჟეთში. შენ, მოდი უკრინად დავიწყოთ. შენ რა პრობლემა გაქვს? Trauma dumping. Oh my god, trauma dumping. Excuse me. კაი მოდი. დაშ დაუკრათ. Okay, ეს არის რა ქვია პირველად ახლა აქ და პირველად ვუსმენ მე მგონი ამას და მოვიდეთ ძალიან არ გამჭაჭოთ. არა. თუ ვერ გაგართად. არა. მაგისტვის არ ამოდის. აქ თქვენ მაგისტვის არ ამოხვიდეთ რომ ჩვენ გაგვართოთ. ანუ თქვენ უნდა იმის და მიუხედავად რომ არა. ჩვენ აქ გასართობად არ მოვდივართ. Okay. ხო? კაი. So, მომაშო. ორი პრობლემა მაქვს. რომელიც შეიძლება თვითონ იყოს. გამოგონილ მეგობრებს ვაპარაკებ. ჩენი. გადავეცით რომ რაღაც მომენტში სკამის უკან გადავარდეს. და წყალში ჩავარო. რომ ხალხი გაერთოს. Okay. ხო. всё, მიდი. всё? კი, მორჩით ამ რაღაცა ყლაპოც. დავიწყოთ. პირველი პრობლემა ის მაქვს, რომ თითქმის ყოველდღე მესიზმრება კოშმარები. რა სახის კოშმარები? აი მაგალითად, აი პირველი რაც მახსენდება ის არის, რომ სანამ დაიწყებოდა პანდემია და ეს ვირუსი და კორონავირუსი და შემდეგ. მანამდე დამესიზმრა აი ძალიან პატარა მონაკვეთში ეგ ყველაფერი. რა. კორონავირუსი? რა? ხო, ყველა ვარ ჩაკეტილი. კორონავირუსი დაიწყებოდა, მანამდე დაგესიზმრა, რა მოხდებოდა? ხო. ყველაფერი დაგესიზმრა, აი ზუგდიდში რო პოლიციელი მისდევს. მოდი დამიკიდე, აბა. ვერ არის ეს კარგად. ეგეც დამესიზმრა, კი. რა კაია, მეც მინდა. მოიცა და კიდე მოიცა და შენ არ გაინტერესებს მის შემდეგ რა დაესიზმრა? რა აბა? ანუ ძირითადად შინაარსი არის ხოლმე რომ ანუ ძირითადად აპოკალიფსი მისწრება. ისედაც მივდივართ იმ გზით. ხო? ანუ მე ვცხოვრობ ზანდოკელის ქუჩაზე და ეხლა უკვე ანუ იმენა აპოკალიფსია უკვე თუ რა ხდება მარტო?
ანუ რამდენი საცობია? თონე გამიხსნას ქვემოთ და სუნი ანუ სანდუკელია ბრო ანუ 2 წუთია შეისვენო ან კოპულეთში ვა ანუ სანდუკელის ქუჩაზე ვარ და კი ანუ სანდრა რულოს იცხოვრობს მან და ის ცხოვრობდა კიდე პრეზიდენტი არ ვიცი ვიღაც ცხოვრობდა კაი არა უბრალოდ დიდი მინიატურა როგორ ორმო არა თუ რა ქვია ანუ ბილიკი fuck you guys ამას ქვია ბილიკი ორმო რო ღრმა რაღაცა გზა დავარდა ანუ მე ფოტოს განახებ რა მაგიტო არ გიკეთებენ გზას და ვერ აყალიბებ რა ჭირს გზას დავარდა არა აპოკალიფს თბილისის მერია მომარჯვებულია და რა გავაკეთოთ აბა ხალხი სხვა შეს თბილისის მერია მართლა მომარჯვებულია მართლა რა არის მე მგონი თბილისის მერია რა არის კი ძალიან ბევრ რაღაცებს აკეთებენ და просто თქვენ ვერ ხედავთ და ვერ აფასებთ შენ ხედავ სიზმრებში ხო არა მართლა ამასწინეთ ეს ქენი რა ქვია ჩემი შვილი დადის ფეხბურთზე რა და საფთან ახლოს ვიშოვეთ მოკლედ ეს სტადიონი და დამკავს და მერი გახდეს მერი მინდა რომ გახდეს კი ძალიან ნაგავსაყრელი არის მოკლედ რა ამ სტადიონზე და კოშმარი ხდება და მეთქი რა არის და გავსთორე ინსტაგრამზე რომ მეთქი როგორც ყოველთვის ვინც ამაზე პასუხისმგებელი არის დავთვაგე პირდაპირ რა რომ მეთქი კახაკალაც რა ხდება აქ ნახე და მე მივიდა ხო იმ ხო დედასაც იმ დასვლელი ვიღაცები გამოუშვეს და დაალაგეს მე რატომ ბლოკავენ აბა რო თაგავ ანუ თელმთავრობას ყავარ დაბლოკილი ხალხო აყლეობა pretty მეტრო ზანდუკელზე არ ცხოვრობ რა ზანდუკელზე არ ცხოვრობ ხა არა ეს არის და დაალაგეს მართლა ფოტოებიც ჩამიგდა რა დაალაგებული იყო და ანუ კალაძე ჩაგდა კალაძესთან გაქვს მიმოწერა კი გვანახე you know გვანახე კი მეცა ეხლა რამე ვიდეოს აგონ მანამდე რაღაც იქ აქციებს რო ვიდექი და შენი და ისინი დაიგნო და ეგრე დაგილაგეს სტადიონი კახკალაძეს ხა რა ვი ანუ საქმე კეთდება ხო ხო მისამართი მოგწერეთ იწერება კახიკალაძე და მე მართლა მე უგდებს დაალაგებულს ნუ მთლად ეგეთი ბინძურიც არისო ზანდუკელზე უარესი ბილიკია ხო არა იმიტომ მე უკაცრავად მე გავდივარ და მე თვითონ ვაგროვებ ნაგავს და ეს მე დათაგე კახიკალაძე თუ მოიყვანს იმ ხალხს გადაუღებს გადაღებული აქვს ვიღაცებისთვის როგორ ალაგებენ თან ეს იყო იმავე დღეს უკაცრავად აი 5-ის ნახევარზე და დასტორა და 10-ზე უკვე პასუხი ლაიკი შენგან მე მგონი შენ დაგჭირდება მალე ეგ რატო ვერ მივხვდი ოკეი ხეთები ამიხსენით ვერ მივხვდი რატო რა პრობლემა გაქვს წინა გადაცემას არ უყურო არა არ მაქვს ნუ ოკეი კოშმრები ანუ ბიჭო ძალიან გაბრაზებული ვარ შიქხო არ აქვს ერთი წელია ქუჩაში ვდგავარ რევმატიზმი ავიკიდე ანუ მომისმინე დედამეტირა მე ჩვენთან ერთად ვდგავარ ხან რუპორი ხან სასტვენი ხან დედისწნა რა ანუ რა არის ეს კახკალზე დაცაკა და დაულაგა ბრო ანუ mental breakdown-ი მარტო მე მაქვს ახლა დედაშაცი რა ხდება ეხლა ვთხოვოთ ამ გოგოს რომ დაწეროს კახკალაძეს ეგ უბრალოდ არ იცი ისე დაბლოკილი რო ხარ არ იცი რო ეხლა არის ეხლა და აი ვინმეს უთქვამს რომ აწუხებდა შენი ტრამვა დაფინგი ეხლა ორი თვეა რაც
დავიწყე ერთ-ერთ პოზიციაზე, მოკლედ სამსახურში მუშაობა, ხო და? რა პროფესიის ხარ? გრაფიკული დიზაინერი ვარ, art director. და მუშაობ მასთან თუ? ეს არის რა ქვია, ანუ უკვე მე მართლა ეგრე მეცნობენ, რა დღეს რა სიტყვის ახალება სიტყვის დღეს რა შენზე არის ეგ მოლოდინი? კი, ანუ აი განსაკუთრებით ლანჩზე რა ჩავდივართ, აი ნებისმიერ სიტყვაზე შეიძლება გამახსენდეს რაღაც ტრაუმა, რომელიც ოღონდ აი ძალიან, ანუ მე ვიხუმრებ. მაგრამ შენ უკვე იცი რომ შენ გაქვს ეგ პრობლემა და მაინც ვერ აკონტროლებ ხო შენ თავს მომენტში? ვერა უნდა ვთქვა, აი იმ მომენტში ანუ მოუკვდები და უნდა ვთქვა, ანუ სხვანაირად არ შემიძლია, მაგრამ მე ძალიან second hand inverse, არა second hand არა, ანუ ძალიან იმუშავები რა, მოკლედ მე უხერხულება. აი დღეს სახში რომ მივალ, ეს არის რა, ძალიან უხერხულოდ ვიგრძნობ თავს. არა, არ იგრძნობ. მე ერთხელ უკვე ეგ რჩევა მივეცი, ოღონდ წყვილი იყო და შენ შეგიძლია მოიგონა რაღაცა, ანუ ჩატი კონდეს ვიმესთან, ვინც შენ ვიდეო არ ვიცი ყველა პრობლემა ამთი არ გვარდება. არა, მაგრამ ნუ ვიღაცას ხო უნდა რავი, ეზოს დავაგება გვარდება. ანუ შენ პირდაპირ კახაკალაძე სულ მიწერე, შენ რო ხო ვიპოვეთ იარაღი, რითაც ტვის მოუტყნავთ. ყველა მადლობა. აუ, საუკეთესო გამოსავალია, ხო? კი. ძალიან მაგარია. და რამე რაც მოგიპიკრება, მე ტრავმა კახა, სხვათა შორის უკაც რამად იცი? სხვათა შორის ჩემი fake account ქონდა 7 წელი ერთ ჩემ ნაცნობს. რა ქონდა? Fake account. და რა ქვია და შენ fake account-ს? თუ შენ ისე ვხმარობ დარგინდა რო გავემბოზრო. არა, დამიჯერე ძალიან დიდი ტრავმა არის ეგეც ჩემი და მაგაზე გამახსენდა ტრავმაზე რა, იმიტომ რომ ჩემი gay კლასელი იყო ერთი, ანუ ეხლა აღარ ვახსენებ სახელს როგორც, მაგრამ it's in the past. მაგრამ მოკლედ 7 წელი არსებობდა fake account-ი ელენ დარჩია და მოდი გამოვიყენებ ეხლა ამას ესე რომ გესმით ყველას, მოკლედ მე თუ მწერდით, მე არ მწერდით, წერდით იმ ვიღაცას და დაგუგლულ ნიუდებს აგზავნიდა ხოლმე წითური გოგოების, ახლა სახეს აჭრიდა რა, რომ ანუ თუ არ მიცნობ, ისა რა. გეგონება რომ ეგ მე ვარ. Fuck. Yeah. უჩივლე ამაზე? დავაპირე, მაგრამ აღარ ვურჩივლე. მოიცა და სხვისი სახელი იყო? არა. სახელი ხო იყო fake account-ი? როგორ? ანუ მართლა, ანუ ვერ ხვდები. კი, ძალიან ერთობა ავანტყოფები არიან. ამისთვის არიან მოსულები. მიდი, დაკიდებ ისა შენ, მაგრამ. ხო თქვი რომ ვერ გაგართავთ მეთქე, ანუ მე მართლა ვერ გავართავ ამ ხალხს. არა, ძალიან კარგად არის ყველაფერი, მოყევი. ხო, account-ი ქონდა მისი სახელით შექმნილი. სხვა ადამიანს და უგზავნებს რა. ხო. Wow, okay, that's I can see why you have trauma. ჩემი აზრით უნდა უჩივლოთ ყოველთვის. აუ, ეგ ის არის რა, ანუ ეგ კიდე that's just რაღაც iceberg state-ი. თერაპიაზე დადიხარ ისე? კი. ხო და No, I'm good. ტრაუმა Okay. ტრაუმა დაპინგი მე მგონი მოვაგვარეთ. ერთი პრობლემა. ხო. რო კახის. ხო. ბოლომდე გაწურვა. კოშმარებზე არ ვიცი. ხო, ეგ. კოშმარებზე დაწერე ხოლმე და იქნება გაგივარდეს. ოღონდ თვალები დახუჭე ხოლმე სურათებში. რა დაწეროს? მომავალში ნახავს ხალხი, რომ ელენეს ქონდა ნათქვამი. ეგ account-ი აღარ არსებობს. მე მეგონა შენ ქონდა fake account-ი. მე მაქვს fake account-ი. რა შეიყენებ ხოლმე? ნუ ადრე იყო ჩემი ყოფილის შეყვარებულებს ვსტოლკავდი. მერე არ ვიცი. ანუ წლები გრძელდებოდა შეყვარებულებს. ხო, სხვადასხვა რა თქმა უნდა. თავისუფალი უნივერსიტეტის account-იდან? No. თავისუფალი უნივერსიტეტი რომ შევთხოვით გალაიქებს უკვე. არა, სხვა მე არ მაქვს თავისუფალი. აღარ მჭირდება, აღარ ვხმარობ. რას? Fake accounts, ხო. კაი, მგონი ეგ იყო, ხო? არ ვიცი, თერაპიაზე ძალიან კაია რომ დადიხარ.
მაგრამ მე უდიდეს ტრავმა დამიტოვე. You're welcome. ტაში თაკოს. აი. გამარჯობა. გამარჯობა. მოკლედ სასტუმროების სფეროში ვარ. სასტუმროების ამბავში ვარ. ხო, ანუ ეს სხვა საკითხია. ეს იგი ჩემი პრობლემა არის ის, რომ ორი კაცი მიყვარს ერთდროულად. და დავაზუსტოთ ორივე რომანტიკულ სიყვარულზე, ხო, საუბარი? დიახ. და ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოღონდ მართლა სხვა ახსნას ვერ პოულობ. ეს პოლარიზაცია. ორივე ძალიან მიყვარს, აი მართლა. ანუ ყველაფერს პოლიტიკას ვერ დავაბრალებთ. არა, ეგ პოლიტიკურია, მართლა. ანუ მე ჩემი საყვარელი საქმიანობაა ეგ, მაგრამ ყველაფერს პოლიტიკას ვერ დავაბრალებ. რატომ ვფიქრობ ესე? ანუ ორივე არის უცხოელი, იმიტომ გამოვიდით ამამად. თუმცა დღეს აქ ჩემ ქართულ მეგობარებთან ერთად მოსულიყავ იმასთან ფლირტი, მაგრამ კიდე სხვა საკითხია. ეგ არ მოვიდა. მადლობა რომ არ მოვიდა, იმიტომ რომ ალბათ შევარცხვენდი დღეს. მერეც შეარცხვენ YouTube-ზე რომ დაიტანა რა. ნახავს ხო? იგი არ ნერვოა. და სუბტიტრებსაც დავადებ. სადღაც უნდა გაეკრო და სადღაც უნდა გაეკრო. მოკლედ, ესეთი ამბავია რა, ორივე არის უცხოელი. სადაური. ერთი არის კანადიდან და მეორე არ მინდა რა ვთქვა. ოკეი, არ ვიტყვე. ხო, არა, არ ვიტყვე. ახლო აღმოსავლეთია. არა. ალბათ უბრალოდ არ ვიტყვი, თორე ანუ არ ვიცი, არ მინდა რა ვთქვა. ვაუ. ის რა. გონი გასაგებია ხო? არა, მინდა რა გამოვიცნო. შეიძლება. არა, ამას ვეკითხები რა არის მეთქი ესეც. ხო, ანუ და გონი იცი რა მოდი ხდება. გაგთხო, გამოგაცნობინე რა. გეხოცები. მოდი. ანუ ესე რომ გავყოთ დედამიწა არის მარცხენა ნახევარსფეროში თუ მარჯვენა? მე მგონი შენ დედამიწა ბრტყელია, ანუ. ნუ დედამიწა ბრტყელია წარმოიდგინე. ამ სურათში. ანუ იცი როგორ არის? ანუ კანადასთან უფრო ახლოს არის. ხტები მრგვალი. კანადასთან უფრო ახლოს არის, მაგრამ რუსეთიდან უფრო ახლოს არიან ერთად ვიდრე რუსია. ნუ არის სლავი, ესე ვთქვა. სლავია. სლავური უკრაინელია. კი ბატონო. ანუ როგორ არის იცით? უკრაინელია, მაგრამ რუსეთშია დაბადებული გაზრდილი. კი ბატონო. Conflict child. მესმის. ხო. კანადა. როგორი child? Conflict child. ანუ მე ვარ ნახევარ რუსი, ნახევარ ქართველი, ანუ conflict baby ვარ მე. კი ბატონო. მე კონფლიქტს რა გამოვდივარ? თუ მე ოკეი, ხო, იმიტომ რომ კანადას ყავს თუ რამე, ანუ ანასტასია, შენ უნდა თქვა ეს. მე უარს ვამბობ პირის გაღებაზე შემდეგი 15 წამი. შენ ხარ conflict what? შენ? არ ვიცი. ეს არის როგორც შენი სიდედრის შვილის რაღაც ამბავია. შენი სიდედრის შვილი რომელიც შენი ცოლი გამოდის. ანუ ნახეთ, კონფლიქტი სად არის აქ? ან კანადა. აი, რო გვიყვებოდი ხო გავწევს. ვინი მომენტი. ოკეი. ოჯახს რო უნგრევთ ეხა. ბიჭო, ხო გავწევს, კაც როგორ არ გვეუბნებოდი. არ ვიცი, ჯერ არ მოვიფიქრე რა არის კონფლიქტი რა. აი, ბოდი გავცეთ ამ კონფლიქტის თემას. მერე ანუ მე კარგად ვარ, უბრალოდ ეს კითხვა მინდოდა და ჯერ უნდა გავიგოთ რა ხდება შენს თავს. გააგრძელე შენი პრობლემის მოყვა, მიდი. პოლიტიკური არის ეს. კითხებს ვაოდე თქვენგან, იმიტომ რომ არა, მან რჩება რა ეგ ისტორია. ოკეია, ჩემთვის ხდებით, ანუ რა კარგად ვარ. მართლა. ისინი იციან ერთმანეთის შესახებ? აი, კარგი კითხვა. არა, ჯერ არ. ჯერ რას ნიშნავს უკაცრავად? ანუ შეიძლება მივიდე იმ ეტაპზე რომ ვუთხრა. ხო, შენ ეს ტიპები ონლაინ გაიცანი? საქართველოში. აბა სად გაიცანი? ერთი ჩემთან სასტუმროში. და მეორე დასასვენებლად ვიყავი და მაშინ გავიცანი. სად იყავი დასასვენებლად თუ საიდუმლო არა? საბერძნეთის ერთ-ერთ კონძულზე. და რაღაცა ისეთი კინოური გაცნობა იყო, რაღაც აი როგორ ხდებოდა. უკრაინელი თუა მაინტერესებს რა ხდება. ეს კანადელი გავიცანი.
მოიცა და ეს კანადიელი საცხოვრობს ახლა. კანადაში. ნუ ოკეი. ნუ. ოკეი, ახლა. გიყვარს ორივე აი. კი, მართლა მიყვარს. რამდენი ხანი გაქვთ ეგ ურთიერთობა? კანადასთან 5 თვეა. ეგრე ეძახს ქვეყნების კანადასთან მაქვს 4 წელი და აი რუსეთთან პაქტი მთავრდება 3 წელი. დიპლომატიურ კორპუსთან. მოიცა 5 თვე კანადასთან და რუსეთთან 3 წელი. უკაცრავად. ანუ ზაფხულში შენ რო იყავი უკვე ხო რუსეთთან ცოტა საქართველოს ვაიბი გექვს სპარავთ მოიცა და ის ბიჭის უკრაინელი ბიჭი საცხოვრობს საქართველოში შენ ვისთან იყავი საბერძნეთში მეგობართან ერთად ოკეი და შენ იმ ბიჭთან როგორი ურთიერთობა გაქვს ანუ ექსკლუზიური ანუ ექსკლუზიური რას ნიშნავს რომ მხოლოდ ამ ბიჭთან გაქვს ურთიერთობა შენ ანუ ზაფხულამდე ეგრე ხო რომ შენ მხოლოდ ამ უკრაინელ ბიჭთან გქონდა ურთიერთობა თუ და ისიც მხოლოდ შენთან გქონდა ანუ რაღაცაად გაგვიცივდა ურთიერთობა ხო და აი რო გაგვიცივდა ურთიერთობა ამის ფონზე დაათფო კანადამ და რაღაცნაირად ეს დალაგდა სევდიანი როცა ხარ ვისწერ ხოლმე ესე ეგ მაინტერესებს კანადას თუ რუსეთს წარმოგიდგენდი ვარ ახ სევდიანი ამ ისტორიის შემდეგ ანუ არასდროს არ ხარ სევდიანი რავი რატო არა ყველაფრით ბედნიერი ხარ ანუ კატა მომიკვდა ერთი რამოდენიმე თვეა გასული არის ყავის ხოდაიგრუზე კატა რომ მოგიკვდა ვი რომელს მიწერა ორივეს პიროდი და ჩემს გორდით რუსი იყო და მან უკეშა რუსმა ანუ როგორც რომელს გაუმართლებს იმათ უმართლებთ ხო შენ ვისთან ცხოვრობ მე მარტო ცხოვრობ ანუ რეალურად შენ რისთვის გჭირდება მაშინ ეს უკრაინელი ბიჭი? აი მჭირდებაზე არა, რაღაცა იქ გზნობის ამბავია. ხო, მაგრამ შენ თუ ამბობ რომ შენ ურთიერთობა უკვე პიპუპუპუ, ანუ არა, ერთ მომენტში ქონდა იქ პიპუპუპუ და მაგ დროს მომენტში იყო ის კანადელი როცა გამოჩნდა. ხო. და ეხლა ანუ მე ის კანადელი რო გამოჩნდა დაბალანსდა ეს პუპუპუპუ ისევ ამოვიდა. კი, რაღაცაირად ხო და ამ რუსთანაც გაუმჯობესდა ურთიერთობა. კი. და საინტერესო. ვინც ვერ მიხვდით კავია პლუსის ახალი სერიალის pitching-ი გვაქვს ახლა? მაგრამ შენ გრძნობ რომ შენ გაქვს პრობლემა. მე არ გრძნობ რომ შენ გაქვს ახლა არც ერთი პრობლემა. არა, არც მე. კანადელს და იმას აქვს. ერთმანეთზე არის. უბრალოდ საფლექსაო დამოხვედი? უბრალოდ იცი რა, ორი ნაშა მყავს. ცივი ქვეყნებიდან. საბერძნეთში წასვლის ფული აქვთ. უბრალოდ მე კითხვა მინდოდა და მე სარამდენად ნორმალურია ეგ. ნორმალურს ჩვენ არ განსაზღვრავთ. ამას განსაზღვრავს ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ოჯახის შექმნაზე ფიქრობ რომელიმესთან? კი, ორივესთან. რომელსაც გაუმართლებს. ანუ ორივესთან ერთად არა, პირველი რომელიც დაასწრებს ხელისთხოვას? არა, დაასწრო უკვე რუსმა. გთხოვა ხელი? კი, მაგრამ დავაპაუზე. რო იმანაც გაითხოვოს? არა, არ დატანხმდე ამაზე. Do not settle for less. ანუ მართლა, ანუ რისთვის გინდა ის ვისთანაც ეგრევე ხარ, როცა შეგიძლია 4 თვეა ვისთანაც ხარ იმასთან იყო. არა. ნუ რეალურად რო შევაფასოთ, შენ იქნები რომ მკითხო, შენ 5 წელიწადში იქნები ბედნიერი, შენ რუს მეუღლესთან. ეგ არ ვიცი არც. ანუ მე უკვე შემიძლია გითხრა რომ არ ამგონი. დღეს ხო. არ ამგონი. მეც ეგრე ვფიქრობ. მაშინ რისთვის გჭირდება? რა დააპაუზე ივან რაო, ანუ ესე რაღაც მუხზე იდგა. ესე ხელი გთხოვა, просто ორი ზოლი რო დაეხატა აქ. და ისე ვიქარ. კი, მე აქ ვიქნები აქ. საბერძნეთში. ჩამოხლულიზის. რენდომად აჭმევენ რაღაცებს.
შპროტს. არაფერი არ შეიცვალა მისთვის, ანუ რაღაც არ ეწყინა. არა, მე ვუთხარი რომ ეს ბეჭედი დავაბრუნოთ და ამ ფულით ვიგულაოთ თქო და მან მითხრა რომ ამ ბეჭედს შეინახავდა. და შეინახა. იგულავეთ მაინც მერე? კი, ბეჭედის გარეშე. და იმის ფულით? თუ ორივეს ერთად ფულით. რა მნიშვნელობა აქვს? ვიცი ფულია საერთოდ რა, როცა უკვე თითქმის ოჯახი ვარ. ანუ მე პრაზა პაუზაშია, თორე ოჯახი ვარ წინ. როდის გთხოვა ხელი? ერთი თვის წინ. და შენ არ ატარებ ხო ის ბეჭედი? არა, დაუმბადებულია. არა, არ გამომირთმევია, მას აქვს. და თვითონ არაფერი ხო? ანუ არ ეწყინა ხო? თვითონ ძალიან თეთრია და კიდევ უფრო გათეთრდა და ძალიან შემეშინდა. ცუდად არ გახდეს. მაგრამ ეხლა ის კანადელი როგორია მაგაზე მოყევი? ეგ შოკოლადის ფერი. ოპა. ანუ კი იგრძნობა ცოტა ხო იცი? ამაზე ცოტა თეთრია და კიდევ უფრო გათეთრდა და ის ხო შეგეძლო გეთქვა რავი, მულატია ან რაღაც ცოტა ხო? შოკოლადის. ფანტანი ხო გაქვს ნახე შოკოლადის. ეგეთი ფერია. ანუ ვერ გავიგე რისთვის გაქვს ეგ ურთიერთობა იმ ბიჭთან. აი მეც ვერ გავიგე მართლა. აი ახლა ხომ საუბრობთ და ხსნით და მეხმარები, მაგრამ აი მეც არ ვიცი. რაღაც ემოციური კავშირი მაქვს, ოღონდ არც მაგაში ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად მაქვს ეგ ემოციური. მე მგონი შენ უბრალოდ მიეჭვია, რომ ეგ ადამიანი ყავს გვერდში და ეგ არის. და ძალიან სასიამოვნოა რა რაღაცა კარგ საჩუქრებს გჩუქნის ხოლმე. იმედია. რეს გჩუქნის თუ საიდუმლო არა? ნიუ-იორკს. რომელი? ნიუ-იორკს და ორივე მაინტერესებს რეს გჩუქნია. შენ რას ელოდები ახალწელს / დაბადების დღეზე? რამ განსაკუთრებას არა, უბრალოდ ანუ ვიცი რომ საჩუქრები უნდა მაჩქონ იყოს ჩემი დაბადების დღე. თან ისე დროს მაქვს იმ კანადელთან რა ტიპის ურთიერთობა გაქვს? აი ხშირი მიმოწერა გაქვს, სადმე ხვდებით ხოლმე, ჩამოდის, ანუ რა? ჩამოდის ხოლმე. ეხა ჩამოდის? შენ ეს დრო ჩამოვიდეს და მესამე დროს ეიმამდე და რო გნახოს უკრაინელმა. მინდა რომ ნახონ ერთმანეთი, ხო? აი ეს სპონტანურად. ანუ არ იეჭვიან ეს? მე თვითონ გაერკვევი ერთმანეთში. იმიტომ რომ მე ვერ ვარკვევი და ანუ დუელის ნახვა გინდა? თუ აი 18 საუკუნეში აი მე გონი მაშინ უნდა მეცხოვრა. და ეს მე ნახა ეს. ჩემ გამო როგორი 18 საუკუნეში საბერძნეთში მოხვედრის ერთადერთი გზა იყო, რომ ქობულეთში მონების ბაზარში გაიყიდე შენ შობეს. ამიტომ არ ვიცი. იქ შოკოლადის ფერი ბიჭი თუ გამოჩნდებოდა, გუდაში ჩაგაგდებდა და მერე ზღვაში. ანუ აუცილებელი არ უნდა ყოფილიყო რა ქართულად დაბადებულიყავი და ანუ მართლა გაქვს რომ შენ გამოიჩხუბონ ტიპებმა? არა, იჩხუბონ არა. მოკლან ხო კაი. დუელი ვთქვით ბოდიში. რა რეაქცია? არა, უბრალოდ საინტერესო იქნებოდა. რომელ დაასწრებს, რა არის საინტერესო? არ ვიცი, და დაზარტში ვარ მგონი, არ ვიცი. რაღაცა ის. ნახვა ერთად ორის. ანუ იცი რა მაინტერესდა? მის შემდეგ რომ ისინი რომ დაინახონ ერთმანეთს და ორივეს რომ მე გეტყვის რომ აღარ მინდა შენთან ურთიერთობა, ეგ შენთვის ოკეია? კი, იმიტომ რომ მე მოდის ამ დარბაზში. ანუ შუბსანთებს. ანუ იმუნიტეტი მაქვს, მაგაზე ეგ არ არის პრობლემა ახლა. იმუნიტეტი გაქვს რაზე რომ ვიღაც გეუბნება შენთან არ მინდა ურთიერთობა? არა, უბრალოდ არა საჭირო დროს რომ მიდიან ჩემგან. ანუ რო კვდებიან. მეუღლე მყავს გარდაცვლილი. მეუღლე როდის გარდაიცვალა? ხო გინდოდა, შენ გინდოდა ხო წვნიანი პრობლემა, ხო?
აი მე მინდოდა. ხო გითხარი რომ დეპრესიული ეპიზოდი გელოდება დღეს. როდის 6 წლის წინ. აჰა. ოკეი. ოკეი, და შენ იგივენაირი იყავი მასთანაც, ანუ მასთან რო გთხოვა ხელი, შენ არ ვარ დარწმუნებული, თუ ეგრევე კის უპასუხე, რო გთხოვა ხელი. მაშინ ჩვენ ერთად ვიყავით და მე სხვას გავყევი ცოლად. თვითონ მოგდა თუ თუ ის იყო მაინტერესებს რა მოხდება. ვაუ. კავია პლუს ხო იწერთ. ბოზიში, ანუ ამაზე კაი სცენარს ვერ დავწერთ. ის ქმარი ქართველი იყო? ვიღაც გაიქცა ბიჭო. დაანგრია და ჩვენი გადაცემა დაიხურა. არა. ხო გვინდოდა რომ უკეთესი პრობლემები ქონოდა ვიდრე აუ რავი კარაქს ვერ უსვამ პურზე. ორი დღეა ვეჩალიჩები. რამენაგად ვეცადოთ ამის მაგვარებას. შენს წარსულზე ამ ადამიანებთან გილაპარაკე ხო როგორც თუ არა? ამ ადამიანებთან? აი რუსთან და კანადელთან. რუსთან მისაუბრია, კი. კანადელთან არა? კანადელთან არ აინტერესებს. მისამდე რა იყო ჩემს ცხოვრებაში. აი ესე რომ ვთქვათ. ეგ არ გონია რომ პრობლემური არის რომ არ აინტერესებს. არ მაინტერესებს. შენც არ გაინტერესებს? ეგ სიყვარულია შენი აზრით? როცა არ გაინტერესებთ ერთმანეთის არაფერი. ანუ როგორ რაღაცა იცი? რაღაცნაირად რაც იყო, უკვე იყო და ამაზე საუბარი გახსენება აი ძალიან იშვიათად ეხლაც მე კარგად მესმის უბრალოდ ეხლა რაღაცნაირად მომეწონა და სასიამოვნო იყო ამ ყველაფრის გახსენება თორე არ არის ზოგადად რომელი გირეკავს ეხლა ბიძაშვილია ახლა ცოტა არა სხვათა შორის მე კარგად მესმის ეგ რო არ აინტერესებს ჩემ ქმარს არ აინტერესებს ანუ არ ეგრე არ ვეთყოდი. არ მიკითხია რა გავაკეთე, ანუ მანამდე. ხო, ანუ ერთია რომ არ აინტერესებს და მეორე არის რომ რა საკეთებდი ჩემამდე, ვის მოუტყნა დედისტრატ, მაგას კი არ ვამბობ. ინტერესი უბრალოდ რომ რანაირი ადამიანი იყო, იმიტომ რომ წარსული ხო განსაზღვრავს ეხა როგორი ხარ. კი, ეგ თუ არ აინტერესებს შენს პარტნიორს, არა, ყოფილებზე უფრო მგონი. ანუ ყოფილ შეყვარებულებზე. ხო, ანუ ეგ იცის თავისთავად. ოკეი, ჩემი რჩევა არის რომ იღრიალე, ანუ იცხოვრე შენ ცხოვრება და იღრიალე. ეგ არ არის. იღრიალე არა. დრაკონივით თუ ეგ ნიშნავს? იღრიალე. მოიცა და რა სიტყვა მინდა ა? იგრიალე. იგრიალე ოქრო. Whatever. იგრიალე და იღრიალე. ანუ გრიალებ და ვღრიალებ. მაგრამ მგონი რომ არ დათანხმდე ამ რუს ბიჭთან. იმიტომ რომ შენ ხარ ღირსი რომ კონდეს ეგეთი ურთიერთობა რომ ეგრევე უპასუხო კი. არც მეორე ფიქრიც არ კონდეს. შენ იმსახურებ შოკოლადის ფერ კაც. ისე მართლა თერაპიული იყო შენთვის ხა ამ ყველაფრის გახსენება ჩვენთან საუბრისას? ხო, კი. აბსოლუტურად. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ანუ რაღაცნაირად ძირითადად ჩემ ფსიქოლოგიურ შეხვედრებზე ვაკეთებ ხოლმე ამ ყველაფერს, მაგრამ ეხლა უფრო სახალისო ჩაია რა ვიდრე მანდ. ეს თუ იყო და სახალისო. მიხარია რომ ანუ ნორმალურად მიიღეთ ყველაფერი. კი, კი. ხო? ხო. აი, რამდენი ხალხი. მადლობა გულწრფელობისთვის, ხო? კიდე ერთი კაცი. ნამდვილად. მადლობა. ჩვენი ერისმარი იყავი. ანასტასიას შევარი გასათვალისწინებელი ჩემი აზრით. თუ ის სიყვარული არ არის, ალბათ ზოგადად ყველასთვის არის, ხო, ეგ რჩევა, რომ თუ ის სიყვარული არ არის, რომელიც გაიძულებს ეგრევე, რომ ფიქრის გარეშე გადაეშვა ამ მორევში. მაშინ ჯობს, რომ არ დათანხმდე. ხო? ხო, არა, ნამდვილად. ყველას გეპოვოთ ეგეთი სიყვარული. მადლობა. შენც. მადლობა, ჩვენი ერისმარი იყავი.
და მე მგონი ვაუ, გამარჯობა. მეორე დამოდიხარ. ვა, გამარჯობა. მეორე. ჩართე მიკროფონი. მეორე მიკროფონი უნდა იყოს, აი ჩამალა იმ გოგომ, ჩამალა. აი მან დამალა. ხო, ჩართე აბა. ახლა ისმის. ისმის. ტაში დავუკარეთ. ნინოს, ხო? როგორ ხარ ნინო? კარგად გქონდა. რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში მას შემდეგ რაც ჩვენთან იყავი? გახსენე ხალხს. ორმა კაცმა მიცნო რომ აქ ვიყავი. მართლა? კი. მიუხედავად იმისა რომ არ ყოფილა ჩემი მომენტი გადაცემაში, მაინც მიცნეს. რა ხდება შენსკენ ახლა როგორ ხარ, რა საკეთებ, რა საქმიანობ? რა ვიცი, მუშაობ, ძირითადად ვმუშაობ. სად მუშაობ? ვოლტში. ვოლტში? საფორტში? საფორტში ვარ კი. ოღონდ საქართველოსი არ აქ თხოვთ, არ მითხრათ არაფერი გთხოვთ. საქართველოსი არ ხარ? არა. აბა. სხვა ქვეყნებზე ვმუშაობ, ანუ აი რო იგებენ რომ ვოლტში ვმუშაობ, ყველა იმას მეუბნება, ჩემი შაურმა რატო დაგვიანა, მე არ ვიცი. ბოდიში. კაი. შურიზიების დროა. რა პრობლემა გაქვს? ანუ ჩემი мотиваცია ორ კვირაზე დიდხანს არ გრძელდება. ანუ აი დაახლოებით 4 ჯერ დავიწყე იტალიური სწავლა და მარტო მე ვარ გოგოს თქმა შემიძლია. ორ კვირაში მეტი ვერაფერი ისწავლე? დამავიწყე. ჰა? ხო, მაგრამ ნახე, რისთვის გჭირდება იტალიური? მომწონს და ლამაზი ენაა და ანუ კარგია რომ შეგიძლია თქვა რომ მე იტალიური ვიცი. და იგი სწავლე მე და დაანებე თავი. უილები არ გამომდის და ვერ ვეტყვი ხალხს რომ მე იტალიური ვიცი თქო და მე არაფერი არ მეცოდინებო. მე ვარ გოგო ხო იცი. კაი. და ორი კვირა გაქვს ხოლმე ეს мотиваცია და სხვადასხვა გამოწვევები გაქვს? ხო, ანუ ბევრი ჰობი მაქვს რაც მომწონს და ვაკეთებ და მე რაღაც ორ კვირაში აღარ მინდება ხოლმე. რა ჰობი გაქვს? მაგალითად ვქსოვ და რაღაც დავიწყებ რაღაცის მოქსოვას, მე აღარ მომწონს და აღარ ვაგრძელებ, ან რაღაც წიგნს დავიწყებ, ანუ ძალიან ბევრი წიგნი მაქვს დაწყებული და მე ორ კვირაში აღარ ვაგრძელებ. რამე არის, რასაც ბოლომდე მიყვები ხოლმე? მაგიტო არ მოიტანეს ის შაურმა ვოლტზე მგონი. არ ვიცი, რაღაცა ძალიან უნდა ჩამითვალოს. ბიჭო, შენაირი ადამიანი რომ მუშაობს იმ ვოლტის საფორტში, მაგიტო გვაქვს ნერვები მოწყნული ხალხი. სად არის ჩემი შეკვეთა? ეხლა გადავამოწმებ. არ არის. мотиваცია აღარ მაქვს ამ ჩატში შესვლის. ბრო, იტალიურად შემიძლია გითხრა? მე ვარ გოგო. სოი ფარფალე. ფარფალე არა. არ ვიცი, ეგ ერთი სიტყვა ვიცი მე. აი, კიდე წიგნების გარდა და იმის გარდა რა ქვია, ქსოვის გარდა, კიდე რა გაინტერესებს? ანუ ძალიან მინდა რომ ვარჯიში დავიწყო, იმიტომ რომ აი ჯანსაღი ცხოვრება ძალიან საჭიროა და 3 თვეა ფიტპასის ფულს ვიხდი, ისე რომ დარბაზი თვალით არ მინახავს. იმიტომ რომ აი გონებაში ძალიან მომწონს ის, რომ აი დარბაზში უნდა მივიდე და ვივარჯიშო და მე ოკეი, მე მაქვს ერთი ხრიკი შენთვის. აი, საერთოდ ხალხისთვის ვისაც ეზარება ვარჯიში და სპორტ დარბაზში სიარული. თქვენ უნდათ აღვიდეთ დარბაზში ოღონდ მხოლოდ 5 წუთით. ანუ ჩაიცვით ყველაფერი თანსასმელი, თან გაქვთ რაღაცეები და მივდივარ და 5 წუთი, ანუ ალბათ უკვე ვიყავ და всё და გადიხართ და ესე უნდა გააკეთოთ 21 ჯერ. ანუ 20 ჯერ რო გააკეთოთ და უბრალოდ რო ანუ 5 წუთი მეტი ანუ აკრძალულია მეტი დრო რო გაატაროთ იმაში სპორტ დარბაზში და ეს რუტინა ვარს იხდი ეს რუტინა აბონემენტში რო ხო მაგრამ ეს რუტინა 21 ჯერ მიხვიდე ანუ ყოველდღე არა ყოველდღე ამას რო აკეთებ უკვე რუტინაში რო შედის უკვე აღარ გაქვს ეს რო oh my god ეხლა უნდა მომამზად ვარჯიშისთვის ანუ მართლა მაინც უკვე პულს გიხდი 21 ჯერ 2 კვირა აქვს мотиваცია მარტო ნუ კაი 2 კვირა მაინც ანუ ეს ნამდვილად მუშაობს აი მეც რა შემჩნია მე მგონი შენ გიყვარდება რაღაც შენ თავის ვერსიები გამოგონილი აი რო ვიყო ისეთი ვინც ვარჯიშობს რო ვიყო ისეთი ვინც კითხულობს და რა საიდან მოდის ეგ არ ვიცი, ალბათ ანუ ადამიანებს რო უყურებ ვინც დარბაზში დადიან, ხვდები რომ ჩემზე უკეთესი ცხოვრება აქვს და მგონია რომ მეც თუ დარბაზში ვივლი, უკეთესი ცხოვრება მექნება.
კარგი. ვინმე დადიხარ დარბაზში? კი. აი? ხო. რამდენი ადამიანი დადიხარ დარბაზში და არ გაქვთ უკეთესი ცხოვრება ტაში დავუკარეთ. აი ნახე. ანუ მგონი რომ ცხოვრების გაუმჯობესებისთვის უნდა გააკეთო რამე და არა ის რასაც შენ ფიქრობ რომ ვინც აქვს გაიცხოვრება. No, that didn't make sense even to me. დავიდან, მოიცა? ანუ შენ რომ იფიქრო, ვინ აქვს კარგი ცხოვრება? როგორი ადამიანია ეგ? ანასტასია ბენდუკიძე. აუ, მართლა, აი, დედას გეფიცები თქვენ არ გინდათ რომ ვიხოთ მე, მართლა ოღონდ, იმიტომ რომ მე იმდენი შფოთვით სავსე ვარ. ყოველ დღე. შფოთვა არის დრო, რომელიც გაქვს რომ იფიქრო. ხო და მე მაქვს ბევრი დრო, იმიტომ რომ უსაქმური ვარ. ხოთა შორის შფოთვის გამო ექიმმა მითხრა რომ უნდა ვივარჯიშო. თუ ნაკლები შფოთვა მექნება. ხო, შეიძლება, სხვათა შორის. ანუ შეიძლება რა. მე ვარჯიშობდი და მაინც შფოთავდი. დაჟე ვარჯიშის დროს შფოთავდი. რაკლეობა. არ გირჩი. მე ხარ დაკუნთული და შფოთვარი. და უფრო სასაციულო ხარ. სხვათა შორის შფოთვის დროს მე სხვა გადაცემაში ეგუთხარი და მაგათო შემიძლია თქვა თქვენთან. შფოთვის დროს თქვენ უნდა გააკეთოთ, ანუ ბუქნები. არა, უნდა შემოგიტოს შფოთვა გააკეთე 10 აჯიმანია. მსგავსი, ანუ არა ეს, მაგრამ არ ვიცი ქართულად როგორ იქნება, მაგრამ თქვენ უნდა იმოძრავოთ, რომ ოპლთან ერთად გამოვიდეს ეს შფოთვა თქვენ სხეულიდან. და კი, აი, სამსახურის გასაუბრებაზე თუ შფოთავთ, ანუ მე ვიყავი ოპლი უნდა იდინოთ შესვამდე, რომ ეს იღლიები რამე აი ღრიბთა რო იცის ყლეობა ზოლი ეს ყველაფერი რომ დამსაქმებელმა დაინახოს რომ შენ ოპლი გაქვს და მაგრამ შენ ანუ შენ ამ დროს ნერვიულობ და არა რომ შფოთვა გაქვს. ანუ და ამას აუცილებლად მიხდება ვოლტის HR-ი. კაი, რას ამბობ, ანუ ოპლთან ვერ მივხვდით რა შუაში იყო. ანუ რო ეს, ოკეი, მე ჩემი ისტორია იყო ესე რომ მე ვიყავი ჩემ მეუღლესთან ერთად და ძალიან კარგი ამინდი იყო და ვსერნობდით რაღაცა ტრალალა ლალალა და მივიღე მესიჯი, რომელიც აი ეგრევე აი რო შფოთვა ივსება თქვენ სხეულში. ფაზაკლებები იყო რძეზე. ორი ბარათზე. არა, რაღაცა მესიჯი რომელზე მე კიდევ ერთხელ დაატრიალე და 3 წლით დაემატება. ბუ! სხვათა შორის გამორტული მაქვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან მაგიჟებს და არ მომწონს. მართლა. ედიქტი ხარ ხო ტემოს? ხო. და შემოვედი, რომელიც შენ იმ კარიკატურულ მულტფილმებში ცხოვრობ, რაღაცას რო კითხულობ. კი, ესე ოფლი მოგზდი. საფეთქელზე. თქვენ ხო იცით ეგ გრძნობა რომ რაღაცა მესიჯი მიიღებ და რაღაცა რომ უნდა უფასოხოთ და თან რაღაცა თქვენგან რაღაცა სჭირდება და აი ესე რო ხარ და მე არ მინდოდა რომ გავაპუჭო ეს მშვენიერი დღე ჩემ მეუღლესთან ერთად მაგიტომ შემოვედი რაღაცა სახლის ეზოში და იქ ესე დავიწყე ვარჯიში რაღაცა აღლი მოვკალი ჩემმა მეუღლე უყურებდა ესე რომ ხომ ხარ კარგად არ ვიყავი კარგად მაგრამ სავარაუდოდ მალე ვიქნები და ხო და მე რომ ეს ყველაფერი მორჩა და თან უნდა ისუნთქო როგორც დრაკონი ესე 5 წუთის შემდეგ დედას გეპეცები ვიყავი ზემშვენიერ ხასიათზე და სწორედ მკიდია ის რას ამწერდა. ანუ მე იგრა უქნაო ჯონი მეისვრის ვიღაც. ვიღაცასთან რო შევდივარ სადარბაზოში ამ მაისურით და აი უეჭველი მეისვრის. რომც არ კონდეს იარაღი ადამიანს წავა მაღაზიაში იყიდის იარაღს გამყიდველი არ მისცემს იარაღს ეს ადამიანი აჩვენებს ვიდეოს სადაც მე მაგას ვაკეთებ გამყიდველი მისცემს იარაღს ეთქვის ფული არ არის საჭირო მოვა და მესვრის და მაგალითად თუ მაგას ვერ აკეთებს ადამიანი რო შფოთვა განდევნოს ეგ რიტუალია ხო აი რა უშველოთ
ხო, ეგ სპორტი არ არის. სპორტი შველის რეალურად კი, მაგრამ რა ჩვენ იმაზე ამბობ ხო, სპორტ დარბაზში უბრალოდ სარბენ ბილიკზე და ეგეთ რაღაცებს. უი. აუცდა. რა არის ბილიკი? მინდა რომ მივიდეთ. ხო ეს ბურთი როა და დარბი ხარ. დარბაზში მინდა რომ მივიდე, მაგრამ მრცხვენია. ხო. რამე ისეთი სპორტი როცა დო რაც ნაკლებად მოიწ. რომ მივალ დარბაზში და რაღაცის გაკეთება რომ არ მეწოდინება, მაგალითად მაგის მრცხვენია. ხო, მაგრამ ჯერ დაიწყე მაგალითად ირბინა მხოლოდ. 5 წუთი. არა, ოკეი. თუ არ მოგწონს ჩემი რჩება, მაშინ ოკეი, 1 საათი ან ნახევარი საათი ირბინო, მეორე ნახევარი საათი ველოზე და. მაგისიც მეშინია, რომ სარბენ ბილიკზე რომ წავიქცე. რას? რომ წავიქცე სარბენ ბილიკზე. Was that the word? Was that the word? Aisa moitsa. Okay. Sarben biliki. Ზე. Okay. Okay, რბილიკი არ ვაჩუკე. მე მგონი რბილიკი არ გიჩუქნიან. არის რბილიკი? არის რბილიკი არის შენი დუნდულები. საყვარელი რბილიკი. მე საყვარელ დილდოზე ვიფიქრე. ოკეი, შენ ახლა ხო მიყურე როგორ მეფშვებოდი სცენაზე 400 ადამიანის წინ და ამაზე უარესი ხო არ შეიძლება ვიფიქრო. შენ ფიქრობ ჩემზე ცუდად? არა, რა თქმა უნდა, მე ტაში დაუკარი შენზე. არა. მართლა? მადლობა. მაგრამ ნახე, შენ ამას ხო შენ დამინახე, მე ეს ისულელი რაღაცა რო გავაკეთე და შენ ცუდად ფიქრობ ჩემზე? არა, რა თქმა უნდა. ხო და შენ რატო ფიქრობ, რომ შენ ვინმე რო დაგინახოს, იფიქროს ცუდად შენზე? შფოთო. მონის ხების აზრს ანიჭებ დიდ მნიშვნელობას, რაც არ უნდა ქნა, მაგრამ შენ თვითონ თუ დისკომფორტში ხარ ხოლმე, როცა დარბაზში მიდიხარ, წადი რამე სხვა რაღაც გააკეთე, მაგალითად სურვასადე, სადაც არ იქნება ეგეთი ხალხმრავლობა, მაგით დაიწყე და შენი სპორტი იპოვე, თუ გინდა რომ საერთოდ სპორტით იყო დაკავებული, მაგრამ არ არის ეგეც ძალიან აუცილებელი. შეგიძლია მოგსოვო ხოლმე ამაზე უკეთესი რამე და გადავიხდი. ვიხდი. სხვათა შორის კიდე ის უნდა მეთქვა, რომ სეტი რომ მქონდა გამოტანილი სტენდაპზე, writer's block-ი მაქვს და ეხა მეორე სეტს ვეღარ ვწერო, კიდე გამოვიდე. პირველი სეტი რაზე ქონდა გამახსენე? არა ხო? მრცხვენი ამდენი. გინდა სტენდაპზე გამოსვლა? კი. იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიგრძენი თავი პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან კაი იყო. რატო რაში გამოიხატება ეგ ჯდები წერ და ვერ წერ, რაღაც ხელი არ მიდის, მე ესე ვწერი. ბუმბულით ვწერ მე სტენდაპს. საფხულში დავიწყე ახალი სეტის დაწერა, ნახევარი დაწერილი მაქვს, მაგრამ დანარჩენი რაც მაფიქრდება, საკმარისად სასაცილო არ მგონია რომ გამოვიტანო. ისე არ მინდა გამოსვლა რომ სასაცილო არ იყოს. ვისაც უნდა რომ იყოს სტენდაპზე გამოვიდეს ხოლმე, მე მგონი ეგ უნდა გადალახოს რომ თუნდაც სასაცილო არ იყოს რაღაც ეტაპზე აუდიტორიისთვის, ეგ უნდა მიიღო. მაგალითად მინდიას ხო უყურებდი დღეს. შენ გონია ხელ შეუშლის რამეში, გამოვა ხვალ ისე გააკეთებს ეს. ამიტომ უნდა გადაყლაპო ეგ რაღაცები, მიიღო და გააგრძელო ისევ, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია მეც ონის ესას ნებისმიერ სტენდაპ კომიკოს. ძალიან ბევრი პურზე მეტი მგონი მძღნერი მაქვს სცენაზე ნაჭამი, ცხოვრებაში რო შევადარო. ისეთი ცუდი გამოსვლები მქონია, რომ ვიღაც სამსხურიდან წამოსვარ, იმიტომ რომ თანამშრომელი ესწრებოდა. რომ მე ჯერ აღარ მენახა ის ადამიანი. მართლა გეუბნები. ხო, მაგრამ შენ ეგ არ უნდა ქნა. მაშინ იყო პატარა გამოუცდელი. შენ აგერ ყავს ამდენი მეგობარი. ეკენი. საგან რას გითხარით? რა ურჩია შენ? რომ რომელიმე კომფორტული სპორტი იპოვოს და სხვა ადამიანების აზრს და შეფასებებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს, მაგრამ ეგ როგორ შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად შეგვიძლია ორი სიტყვით. არა, მე ურჩევ რომ სტენდაპზე გამოვიდეს მაინც.
კი ბატონო. საუკეთესო სპორტი. საუკეთესო რჩევა ეგ არის კი. კი ბატონო. სტენდაპზე გეულოდებით. და შეაპლოდისმენტები. და წადი იტალიაში. და მუღამი გაგიჩნდება რომ იტალიური. არა, რა იტალიაში იპოვე. ნამყოფი ხარ მაშინ არის. ოკეი, შემდეგ ჯერზე როცა ხვალ იტალიაში ტინდერი მოკლედ დაასატაპე რომ იტალიელები რომ მოგწერან ხოლოდ. ნუ შეცვალე შეხვარებული არა უშავს. იტალიელი შეხვარებული არჩი. კარგი. ოკეი. მადლობა. ან უთხარი შენ შეხვარებულს რომ მხოლოდ იტალიურად გისაუბრებ. აი, სხვასაც უნდა ამოსვლა. აში ნინოს. და რა სამსახურში ხარ? სახში გაქვს სამსახური. რამე უკავშირდება ტექნიკას თუ სხვა სამსახური გაქვს სახში? არ უკავშირდება? როგორ? ძაღლებს? რა შვები ძაღლებს უკაცრავად? ნუ, ხო. სიამოვნებას ვანიჭ. სოციალური ძალიან კაი პროფესია ეგ. რა? ძაღლების შემჯვარებლობა. არ ვიცი რა ქვია. ხო, მაგას აკეთებ. არა, აბა რას აკეთებ? წვრთნი? რას? რომ მე შეჯვარდნენ. ბალის სიღებს და ნახე. მიდი, ვის გიყვართ? თქვენ. სამი კაცი ვის გიყვართ, მიდით. აუ, ამ ბიჭს კარგად ჩაცმული ერთ-ერთი ადამიანი. ხო. გეკითხები რა პრობლემა გაქვს? აბა. ესე გამოიყურები. ერთი წყვილი რა. ერთი წყვილი, სად არის წყვილი? არ არის. ერთი წყვილი ხო ხართ, მაღლა? აღარ უნდა. სხვა წყვილი არ ხართ, ვისაც პრობლემა გაქვს? ჯაოს არ უნდა მოსვლა. აი ერთ კაცს უნდა მართალი არის სულ. ხო და არა, ან ძაღლების ტყნაურის. მოდი ძაღლების ტყნაურის. მოდი წყვილა დამოდით არ გინდათ? დავაი, ამა შენც და შენც. მართლა? ხო რა, სადოთ? ოკეი. ჯგუფური თერაპია ვცადოთ. მოდი. მართალი კაცი და ეს. აქ მე დავждები, ოპა. ოპა. ანუ იმენა სპერმის დონორებს არ გვანან? რა? სპერმის დონორები არიან შეჩენა. მომეც. ობე აქ ჩავიგროვებ, წავიღებთ. აი აქ. აი დაფში დააგროვეთ ბიჭებო და ეს გავაცხა დარბაზში და ერთ წელი დავაუღოთ. მესამე ძალას დაბადებთ თქვენ იმენა. შეხედეთ. ანუ ამ ადამიანს როგორ უნდა ველაპარაკოთ? ჩვეულებრივ. მაგე რა ტექნიკებია? ეს შენი კბილებია? არა, ხო. არა, არ არის ანუ მისია. არც ერთი კბილი არ გაკლია? ყველა არა, შენია. შენია? ვაუ. მე რატომ აქ 5 კბილი გამოგებული 27 წლის ასაკში? მართლა შენი თავისია, გოგო. თავისია, ხედავ. არა, ზედ ხო გაქვს რაღაცა ვინირები, ხო, ოკეი. გვაყლევებ, ხო იმენა. იმენა. ეს რუსი შეიძლება. მაგრამ შენს საკმაოდ თეთრი ჩემი არ არის. ხო, არც შენი არ არის, ოკეი, ხო. შენი არა ჩასმულია გოგო? ის ზუსტად ისეა ესეც ჩემი როგორც ამის. რა ქვია? ოკეი. შენ რა ქვია? გიორგი. გიორგი. მე მებო. შენ? მებო. მეპე? მებო. ცოტა ძაღლებისგან რო გადაიღოთ, ქცევა დამღა მე. მე მებო. მე ხავ თქვი რომ აქ ამოსვლის მეში. მე მოგია. ოკეი. პირველად ცდით ჯგუფურ თერაპიას. პირველად არის მართლა. და იმენა არ არ ველოდი. თერაპიაზე ყოფილი ვარ, მაგრამ ესეცე არა. ტოპ ხო? შენ ყოფილ ხარ ჯგუფურ თერაპიაზე? წყვილის. წყვილის თერაპიაზე? აჰა. მაგრამ ესეთი არ ყოფილი. ესე შეიძლება წყვილის თერაპია გახდეს. არა მგონია. ნო. არა მგონია. აუ ყოველ ჯერზე ის ორბიტის რეკლამიდან დავადოთ. აუ ძალიან. ხო, მაგრამ შეიძლება რომ არა, ზედ ძალიან მე მაგარი გველოდი. თეთრი. ანუ ბევრი ყავა, მეტი ყავა დალიე.
არ მიყვავს ყავა. ნუ მაშინ სიგარეტი რა ყავა გოგო ანუ 5 საათზე იღვიძებს და ყინულში წვევა ალბათ და ხო ეგეთ კლებებს აკეთებ ხო გეტყობა ბრო კაი მიდი ყლერა ამდენი გა ეგრე ყველასე გაინტერესებს რა ნამხელა რა საშუალოზე დიდი. ამას დიდი არის? 2 ამდენია? არა. ნუ 1.5. ჩაიხედე შეიძლება ჩავეჭა. 2 ხელაზე პატარა, 1.5-ზე დიდი. 2.5-ზე პატარა, 1.5-ზე დიდი. ბრო, მინდა რომ შენ ვიყო. ცალო. ენა იდეალური მამაკაცია დიდი. 2 ამხელა ყალე აქვს ანუ არა ვის დავჯერე კაი მებოც ოკეი ჰაი მე პრობლემით მოვედი ოღონდ აქ რა მოვდიოდი ძალიან შფოთავდი იმიტომ რომ ხალხის წინ გამოსვლის კომპლექსი მაქვს ოღონდ ეს კომპლექსი თან ამკიდა ჩემო დამრიგებელმა რამდენია 2 მაგხელა არ არის 2 მაგხელა შენ არ მაგცანს ტყუილები ხო? მეზღება. ჩემი პრობლემა იყო ის, რომ პირველი რაც იყო, რომ ხალხის გამოსვლის წინ მეშინოდა, იმიტომ რომ ჩემმა დამრიგებელმა ამკიდა ბავშვობის დროს, იმიტომ რომ დაფასდა რომ გავდიოდი სულ წიგს მირტყავდა ხოლმე თავში. ოღონდ მაშინაც პრობლემა მქონდა, რომ ხალხის წინ ლაპარაკი არ მიყვარდა და როგორც კი გავდიოდი, ვიზავებოდი. ეს პრობლემაა მართლა. დღემდე მასწავლებელია სხვათა შორის. და ეხა ჩემი თავი გავტესტე, ანუ ჩემს მართლა თერაპიაა რა, ანუ ეხა აქ რა მოვიდა ვლაპარაკობ და თან ოფლიანი არ ვარ. და სულოდები რომ წიგნი უნდა. არა, წიგნიც არ მხვდება ხო, ძალიან სასიამოვნოა მომწონს. და მეორე ის არის რომ ზოგჯერ მინდა რომ სამსახურიდან წავიდე. ანუ ჩემ თავს უბრალოდ ვარ მე თვითონ. ეს ყველაზე ცუდია და თან ძალიან კარგია. ანუ ერთის მხრივ ბოდიში. ერთის ჩვენს დახლებით ასე ვარ. მისი ფერმერის სუნი კარგია, იმიტომ რომ აი ვიღაცა მას არ მიკეთებს და ეგ ძალიან ცუდი იყო სანამ ჩემ ცხოვრებაში ხდებოდა. მაგრამ ეხლა ძალიან ცუდია, იმიტომ რომ რაღაც მომენტში გინდა რომ გაიქცე რა, ანუ უბრალოდ თავი დაგანებონ, თუნდაც მათმა პატრონებმა, ანუ ბევრ რაღაცს ვაკეთებ იდეაში, მაგრამ არ ვატყნაურებს ხოთა შორის და ეგ ზოგჯერ ჩემიც მეზარება. და პრობლემა რაშია? წამოსვლა გინდა სამსხური. ხო, და ვერ მივდივარ. და რამე სხვა კარიერა გინდა, ცადო, თუ არ იცი რის? თუ ზაღლებში გინდა რომ დარჩე. არა, მინდა რომ დარჩე, იმიტომ რომ ძალიან კარგია რაც ვაკეთებ მაგაში. და უბრალოდ პატრონებთან ურთიერთობა სერიოზული პრობლემა. აი, მაგალითად, დამიტოვა ზაღლი პატრონმა და უცებ წერს. რა შვება, არ მკითხულობს. კი, წეღანტიო და რომ დედა უნდა და არ ხარ, ანუ როგორ უნდა გიკითხოს ზაღლმა? ეს ადამიანია თუ მოვიყვანეთ. მიხდება. შენ უბრალოდ უნდა თხოვო შენ მეგობარს, ვინც იქნება მე, ანუ შენი ასისტენტი. ანუ შენი რომელიც ემუშავება მე პატრონებს და შენ პირდაპირ ზაღლებთან მიგიშვებს. მოდი, ხარ მოვისმინოთ. ხო, გიორგისაც. ხო. პრობლემა ნომერი 2. პრობლემა ნომერი 2. აი რა მოვისმინოთ? შენი პრობლემა შენი პრობლემა რა არის? ჩემი პრობლემა არის გააზრებულად გრძნობ ყოველთვის რომ თავი მართალი მგონია იმ მომენტში რა თქმა უნდა ამას არ ვეგუები და არ ვაღიარებ. ნუ შემდეგ გრძნობ ამას. ეგ არის ჩემი პრობლემა. იურისტად მუშაობ? იურისტთან არა, მუშაობ ინტერიერის დიზაინერი ვარ და მცირე სამშენებლო საწარმოო. გაიგონე იქ ხმები როა? so easy. Business, property, relationships. Okay. Relationships რას ნიშნავს? ანუ business, property. ამდენი ინგლისური კი ვიცით, მაგრამ ექსპერტი ხარ relationship-ების? არა, relationships არ გულისხმობს ესე პირდაპირ, ანუ ურთიერთობები შეიძლება მიწასთან, ფარტთან, შენებებთან. მინუსები დაიწყო. ურთიერთობები აქვს მიწასთან. შენ აშკარად ინგლისური არ იცი. იმიტომ რომ ეხლა business property relations. ეს გველის ბუდეები არ არის. ოკეი, არა, graphical design ჭირდება. არა, მივხვდი, იმიტომ რომ ეგრეთ წერია, რომ business მერე ცალკე property, ცალკე relationships და
აი, გრაფიკული დიზაინერი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა რეალურად. რომ არასწორად შეიძლება რომ დაეკითხოთ ეგ. არასწორად არის ვანდ? ნუ ანახე ძალიან დიდი დაშორება რო არის. გამოდის რომ ეს სამი თემა რაზე შენ მუშაობ. ბიზნესზე, property-ზე და relationship-ზე. დაშორება არ ვიცი, მაგრამ მანდ არც მძიმე არის გამოყოფა, არც წერტილი. ამიტომ შესაბამისად კი არა, story, ანუ სწორად წერია, business property relations, ანუ ერთად არის ეგ საქმე და ნუ შენ რატო ფიქრობ რომ ეგ არის პრობლემა? რომ შენ სულ ფიქრობ რომ შენ ხარ მართალი? გიშლის ხელს? კი, ურთიერთობაში რა თქმა უნდა, ეხა მეგობრებთან უფრო, ნუ ოჯახის წევრებთან არა, იმიტომ რომ ოჯახის წევრები მიიღებენ ისეთს როგორიც ვარ. ნუ ახალი მეგობარმა შეიძლება ესე არ მიგიღოს, ძველი მეგობარი შეგუებულია. შეხვარებული ყავს? მეუღლე მყავს. მეუღლე. მაგრამ არ ატარებ ეჩეც ხო? აქ არის ის. აქ არის ის? არ ატარებ ხო? რა, თქვი. არაფერი არ ვიცი. მეც არ ვატარებ სხვათა შორის, მაგრამ ჩემი მეუღლეც არ ატარებს და მე არასდროს არ ვიცი. ჩემი მეუღლე ატარებს. შენ რატო არ ატარებ? შეხედე. შენ არასდროს არ იარე? ანუ ბეჭედით? ძალიან ცოტა ხანი. და მე რა იყო ის რაც ჩემთვის დისკომფორტი არის, ანუ არ მომწონს ესეთი თითი სამკაულები არ მომწონს. მაგაშია ხო საკ თითი სამკაულები. ჯგუფურ თერაპიაზე რა შობიან ხოლმე ისე. მე დავდივარ. საერთო პრობლემებზე ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ საერთო პრობლემის საერთო ბიჭო, როგორ არ გაქვთ? რატო? ორივეს კბილების გათეთრების პრობლემა გაქვთ? ეგეც ტრამვა იყო ის. ხო. ხო, მაგრამ შენ ხო ერჩიებერი. ხო და შენ თქვენ რატო ერჩიეთ ეგეთი თეთრი კბილები? ნუ მინდოდა თეთრი კბილები და გავითეთრე. ოკეი, შენ? მე რა ბარემ ფულს ვიხდიდი და ბოლომდე თეთრი ყოფილი ხო. ხა. ამას უფრო მჯერა. და არა, მე თახის გამო არა. არა, ნუ ბოლომდე რო კაი რო ისე რო ჰოლივუდის ერხერით. თქვენ გაქვთ ცუდი განათება, თეთრი ნათება და მაგიტო. არა, პირველად ვხედავ ადამიანს, აი 2 წელი ამას ვაკეთებ და პირველად ვხედავ ადამიანს ეგეთ თეთრი კბილებით. და როგორც აქვს? არა, და არ მაქვს ეგეთი თეთრი, ანუ განათების ბრალი არის. რომელს როგორც აქვს? ორივეს ძალიან თეთრი აქვს. კი, აქ როგორი ხალხი ამოდის, იმენა იცი? კბილი არა აქვს და რაღაც კიები რაღაც მე არ ვიცი, სამსახური აღარა. მატლი რო გამოდის უც. შენ ხარ იმაზე თვითონ. შენ როგორ ვიზიტო ბარაძე შენ ხარ. ანუ მეც რა ვერ გავიგე. აბა. რამე პრობლემა ბავშვობაში გქონდა? ჯანმრთელობასთან დაკავშირებით? ნუ არა, რაღაც ანუ რამე მინუსი გაქვს ეს დედამოტყნური? რავი, არა. აუ, ფიქრობ რომ არა. რა პრობლემა არ მქონია ბავშვობაში. მე მქონდა ძალიან დიდი თავი მქონდა და ყველგან ცნობდა ხოლმე. შენ გენაცვალე. აი ჩემი ძმა რა. აბა რა, ვედი რა. კიდე რა ქონდა ის? სამი თითი ხო? არა. მან ყველაფერი გზა, მაგრამ თავი მართლა ძალიან დიდი მქონდა. ოკეი. ნუ ეხლა ბაყაყიშვილი გინახავს პატარა რაღაც ეგრე გამოვიდა. პრობლემა არ არის. რატო არ არის პრობლემა? დისპროპორციული რო ხარ ადამიანი. ეგ არის შენი საკუთარი თავის მიუღებლობა რო გჭირდა, ხო? პრობლემა ეგ არ არის. ძალიან დიდი ბოდიში 12 წლის ასაკში საკუთარი თავის მიღების შესახებ რამე საიდან უნდა მწოდნოდა? ანუ საიდანმე არ უნდა გწოდნოდა, ანუ მოგწონ შენი თავი 12 წლის ასაკში. როგორც ახლა ჩემ შვილს მაგალითად 3 წლის არის და თავის თავი მოსწონს ისეთი როგორიც არის. შენი შვილი ჩემი აზრით შენ ცოტა აფერისტი ხარ. ბოდიში, მე შენთან არ ვითანამშრომლებდი. შენი შვილი რამდენი წლის არის? 3. და მასაც როგორც თქვი მოწონს თავის თავი. ანუ შესაბამისად ასაკის შესაფერისად ყველა ადამიანს მოსწონს თავის თავი. უნდა მოსწონდეს ყოველ შემთხვევაში და მიმღებლობა უნდა გქონდეს. ეხლა ადამიანი რომელიც იძახის რომ ჩემი თავი არ მომწონს, ესე იგი არ აქვს. მე არ ვსაუბრობ დღევანდელ დროში თუ შეიძლება დავა კონკრეტად არ მომწონდა. 12 წლის ბავშვს, ნუ პირობითად თქვი შენზე და არ მithქვამს. ოკეი. 3 წლის ბავშვს ეგ ახმა აქვს რომ სარკეში რო იყო. რადონის აი ხა გეტყვი მაგას. წვეთები რო რადონის ახმაც აქვს იმ ბავშვს შესაბამისად იმ ასაკში მოსწონს. ნუ
არ ვიცი ყავს თუ არა შვილი, მაგრამ გეყოლება მეგობრის შვილი ან ვინმე, რომელიც არ გეშიურება, იფრანჭება, არ ტირის, ეს შეიძლება ვერ აღზარდეს ისე რომ სულ ტირის. ჩემ მეგობრებს აღზრდას უწუნა? ჩემ მეგობრებს კი არა, თუ სულ ტირის ბავშვი და რაღაცა პრობლემაა, ესე იგი მასში და ნუ გინახავს ალბათ სარგესთან 3 წლის, 4 წლის ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუნდაც 2 წლის ბავშვი, რომელიც იფრანჭება და იღიმის, იმიტომ რომ თავისთავად მოსწონს ისეთი როგორიც არის, იმ დონის აღქმით, რა დონის აღქმაც აქვს წელთან. მაგიტო იღიმიან ხოლმე რომ თავისთავად მოწონთ? თუ პრინცესას კაბაროლაცია და ზოროს. ზოგი ადამიანი იბღირება იმიტომ რომ გამოჩნდეს უფრო ან Okay, what? ძალიან მაგარია. გამახსენე ერთ ცნობდი, თქო? ზოგად ხასიათზე რატო არ ვფიქრობთ, თქო, ანუ ვიღაც იბღირება, ვიღაც იცინება და ასე შემდეგ. ეს ხო იგი სადაც ანუ ყველას ჩვენი ხასიათი გვაქვს და ყველას ჩვენი ბუნებრივი გამომეტყველება. ანუ გაუგებარი იყო. რა შუაშია? ვიღაც იბღირება რომ რაღაცნაირი გამოჩნდესო წეღან თქვი. ზოგადი ხასიათი სხვა რაღაც არის და ნახე ხა მე რო ზოგადი ხასიათი მაქვს, მე ვარ მხიარული ტიპაჟი, მაგრამ ფიზიკურადაც მინდა რომ ამ გოგონას თავი მოვაწონო და მე ვთვლი რომ თუ მე წარბებს მოჭმუჭნი, უფრო მეტად სიმპათიური ვჩანვარ, ამ შემთხვევაში ვაკეთებ ამას. მე ანასტასიაზე უფრო დიდი წარმოდგენა მაქვს საბედნიეროდ. მადლობა. მე იცი რა მაინტერესებს და შენმა შვილმა რას ფიქრობს შენზე? რა მხრივ? შენ სულ მართალი ხარ? ნუ ეხა 3 წლის ბავშვს მაგ დონის აზრი არ აქვს რომ 3, მე მეგონა 13, ოკეი. დაველოდოთ 13 რო იქნება და მე გაიგებ რომ არ ხარ მართალი ყველაფერში მგონი. ანუ ეგრე არის. ხო, მართალი ხარ ხო? შენ შულთან მიმართებაში გააქვს ეგრო აი მართალი ვარ მის აღზრდაში ყველაფერში და მართალი ვიქნები. გაზრებულად ფიქრობ რომ რაღაცებში უშვებ შეცდომას. რაღაცებში არა მხოლოდ შვილთან, ზოგადად საქმეშიც ნუ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთანაც. და ანუ შეგაქვს რაღაც ქვეცნობიერი თავდაჯერება, რომელსაც რაციონალურად ებრძვი თვით სიძულვილით ან თვით იმითი რაღაც გააზრებით რაციონალიზაციით? ხო. ანუ როგორ ხდება ეს? არ ვებრძვი, გააზრებული მაქვს რომ ნუ რაღაცა ეგ არის მინუსი თუ პლუსი თუ რა არის არ ვიცი. ანუ ადამიანს რომელსაც გონია რომ სულ არის მართალი, ნუ კამათის პროცესში როცა არგუმენტს ამყარებ რაღაცით იმის გამო რომ გონია თავი მართალი და მაქსიმალურად ვცდილობ რომ დააჯერო შენ მეტოქეს რომ შენ ხარ მართალი და გადმოიყვანო შენ აზრზე. აი ესეთი რაღაცა მჭირს. ეს მხოლოდ სამსახურში ხდება თუ ყველგან ეს პრობლემა გაქვს? არა, სამსახურში პრობლემა არ მაქვს, ზოგადად ეს არის, მხოლოდ სამსახურში არა. ზოგადად ყოველდღიურობა ჩემი ეს. ყველგან მართალი ხარ. კი ბატონო. აი ეხა მაგალითად ჩვენ რომ ვიმსჯელეთ, მანდაც მე მართალი ვიყავი. ჩემი აზრით, ჩვენ სერიოზული ეგოს პრობლემა გაქვს და მე მომზარე და კარგ თერაპევტს გირჩე, მე დავძიოდი საკუთარი გამოცდილებით გირჩე. გეტყობა რომ კარგი იყო. კი, ვიცი. ნამდვილად მეტყობა. მე დავკარგე აზრი დაახლოებით შენ დაამთავრე ეს ყველაფერი. მიდი. მე დავკარგე ის არა, შენ დაიწყე ეს ყველაფერი ამით. დაამთავრე. სხვათა შორის ეგ ძალიან ლამაზი. უბრალოდ ეხლა ამ გარემოსთვის არის. კი, აი ღამე რომ მივოსახში სანთლებს ავარ. სადმე სტრიპტის ბარში მოკლე ტრუსზე წარმოგიდებოდა. მე ხო სულ მანდ ვარ. ვაუ. არავის არ დავხმარები ვართ. არა, გვაჩვი. დაიხმარე ძალიან. ძალიან დაიხმარე. შენ განსაკუთრებით. ვის დაეხმარა? ვერ ვიცი. ვის დაეხმარა? მებო. Yep. მერაბი. აჰა. შენ აქვია? გიორგი. მებო. მე დამეხმარეთ, იმიტომ რომ აქვს ზივარ და კარგად ვზივარ. ხო, კი. მე არ მგონი რომ შენ გაქვს რამე პრობლემა სცენაზე. შენ ძალიან კარგად. რა ამბობდი, ცოტა ყბა ამიკან კალდა, მაგრამ მე ჩავავშვი. არა, მე მინახია გვარესი და შენ კარგად ხარ. მე მგონი შენ თუ სადმე მოგინდება მე სცენაზე. იდეაში აქ ამოსვლის სურვილი მაგიტომ მქონდა რომ გეგმა ეგეთი მაქვს. ოკეი, წარმატებას შენ გეგმებში. შენ გავარკვიეთ რომ სულ მართალი არ გგონია თავი, ხო?
ვერ გაიგო. სპერმ დონორად თუ მოგინდება მე გეტყვით მაგაზე გიფიქრია სხვათა შორის სპერმის შაბარებაზე? არ მიფიქრია. მაგრამ ნუ არ არის ცუდი აზრი. ჩემთვის მიუღებელია. რატო დარწმუნებული არ ხარ რომ გამოგივა? არა, დარწმუნებული ვარ რომ გამომივა. მიდი მაშინ. მაგრამ მე არ ვიცი თუ მინდა რომ ჩემი შვილი სულ იფიქროს რომ არის მართალი. შენ როგორ ფიქრობ, ანუ სულ არ ხარ მართალი? არა, მე ვაიმე ნახევარი. უნდა დავამუღამო ეს. და რა ვიქრო რომ მართალი ხარ? მაინტერესებს როდის გაგიჭირდება რამე? ბოლო ნახევარი წელიწადში რამე გაგიჭირდა? ანუ რაღაცა ვიღაცასთან კონტაქტი ურთიერთობა ან რაღაცის ამოცანა, ანუ რაღაცის სწავლა, არ ვიცი, რამეში გაგიჭირდა? თუ სულ ლიცი-ლიცი. სამსახურეობრივად რაღაცა პრობლემები და ფიქრობ რომ ერთ თვეში აღმოგვფრთხავ, მაგრამ იწევს 2 თვე, 3 თვე. მაგრამ იცია ეს რომ რაღაცა კარგ შედეგთან მიხვალ, ამიტომ არ გეშინი, ანუ თუ შენ შიშით შეხედავ, ვერ მიხვალ კარგ შედეგთან. მოგამებული გაკ ბოლო 2 წამი რო. აუ, ძალიან მაგარია. ჩვენი ეს ნომრები იყავით, მადლობა უმასი. მადლობა თქვენ. მადლობა.